სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ სატუმბის სადგურის რეაბილიტაციის საპილოტე პროექტი წარადგინა. Აღნიშნული დაწესებულება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის 360 ჰექტარის სავარგულის მექანიკურ მორწყვლას ემსახურებოდა. დღეისათვის კი სადგური არ ფუნქციონირებს. გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით სადგური ბაკურციხის კოლაგისა და კარბენახის 600 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს უზრუნველყოფს სარწყავი წყლით. ინიციატივის წარდგინებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კახეთში წარმოადგინა რამოდენიმე საპილოტო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მექანიკური წესით წყლის მიყონას სოფლის მოსახლეობამდე. გასამდენი წელია გაჩერებული იყო, მასზე მუშაობა დაიწყებოდა წელსვე, სოფლებში, ბაკურციხეში და ვაკრიში ჩვენთან პროექტი არ მოხორციელებს, რათა კახეთის თოლა მოსახლეობამ დაინახოს, როგორ შეიძლება სვეტოვანი სისტემებით ვენახების და მრავალწლიანი კულტურების მორწყვა. დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერთიანებული სამეურნეო სისტემების კომპანიამ განახორციელა შეხვედრა ბაკურციხის მოსახლეობასთან. წარდგენილი იქნა პროექტის პირველი ეტაპი, რომელსაც ფიქრობს ჩვენი კომპანია განახორციელოს ბაკურციხეში, რომელიც მოიცავს 600 ჰექტარ ტერიტორიას. მოხდება წყლის მექანიკური აწევით ტერიტორიების გასარწყავება. ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობას, ფაქტობრივად მოსახლეობისგან დღეს მივიღეთ პირველადი დაპირება იმის შესახებ, რომ ისინი გაერთიანდებიან ამ პროექტის გარშემო, ჩამოაყალიბებენ გარკვეულ ამხანაგობებს, იქნება ეს კოოპერატივი თუ სხვა იურიდიული სახის ამხანაგობა და ერთობლივად ჩაერთვებიან ამ საფეხურს ძალიან სერიოზულ წამოწყებაში. ვენახი ძალიან კარგი ვაზია, მაგრამ გვალის პირობებში არ მოდის. ეს პროექტი ძალიან კარგი პროექტია, თუ განხორციელდება ჩვენ მოსახლეობა ხარში დაუდგება.